გაზაფხულსა და ზაფხულში ქრონიკული დაავადებები მწვავდება და ოჯახის ექიმის ანა ქადაგიშვილის ინფორმაციით პაციენტების მიმართვიანობამ იმატა ალერგიების, გულსისხლძარღვთა და საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციების ჩივილებით. Ზამთარში თითქმის ყველა რესურსი მოიხმარა ორგანიზმმა და უჭირს მას ადაპტირება, შემგუებლობა კლიმატურ პირობებთან და ამიტომ ზუსტად გაზაფხულ-ზაფხულზე თავს იჩენს ყველა ქრონიკული დაავადება და ხდება მათი გამწვავება, ესენია ალერგია, როგორც ვიცით, სხვადასხვა ალერგენების მიმართ, ასევე გულსისხლთა სისტემის დაავადებები და საშარდე გზების ინფექციები, ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც დამოკიდებული აქვს კლიმატური პირობების ცვლილებასთან, ცვალებადობასთან, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის, როდესაც ისინი შილიფად ჩაცმულნი დადიან აი ამ სიცივიდან სითბოზე გადასვლისას და აუცილებლად ხდება გამძვინვარება საშარდე გზების ინფექციების და გამწვავება პიელონეფრიტით და სხვადასხვა თირკმლის დაავადებებით. ასევე ხდება გულსისხლთა სისტემის დაავადება, ეს არის ორგანიზმის მეტეოდამოკიდებულება კლიმატურ პირობებთან, არტერიული ჰიპერტენზიის და არტერიული წნევის მონაცვლეობა, მაღალი წნევები არის გახშირებული, აუცილებლად საჭიროა რომ მოხდეს ორგანიზმის შემგუებლობისთვის კვების დაბალანსება და ფიზიკური აქტივობის გაძლიერება, ხილით და ბოსტნეულით მდიდარი საკვების მოხმარება და ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტების მიღება. ვირუსების ბუმი აღარ არის, მინდა აღვნიშნო, პაციენტების მომართვიანობა ვირუსული ინფექციების მიმართ არის შემცირებული ახლა ამ ქვეყანაში. არის ახლა ცალკეული შემთხვევები, ფარინგიტების, ტონზილიტების და ასე შემდეგ, მაგრამ მწვავე რესპირატორული ინფექციები დაკლებულია, ქვეყანაში არის ძალიან ერთეულ შემთხვევებში უკვე და არ არის ვთქვათ გადავსებული კლინიკები ვირუსული ინფექციები, თუმცა პატარა მცირე კონტინგენტში და ახალშობილებში და ასევე მოზარდობის ასაკის პაციენტებისთვის აი ეს შემგუებლობის გამო და როგორც წეგანა აღვნიშნე, ხდება ინფექციური დაავადებების გამწვავება და გამძვინვარება.